რა გაგახარებთ უახლოეს პერიოდში? მოდით ეს თემა ვნახოთ. მესიჯი ყველასთვის იქნება, მაგრამ არა ყველაფერი გაითვალისწინეთ. ხო, აქ 4 ელემენტი გვაქვს. მიწა, ცეცხლი, ჰაერი და წყალი. მოიცადეთ, დავალაგოთ და ასე განმარტავთ ყველაფერს. მაგრამ მოგიხსენებათ, რომ ტარო და ასტროლოგია პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან. ჩვენ ტაროში ყველა ნიშანი მყავს. ამიტომ ამ გაერთიანებით ვიღებთ უდიდეს ძლიერ ენერგიას, რომელ სტიქიას რა აქვს გამოკვეთილი, მოდი მაშინ ამით ვნახოთ და დავიწყოთ მიწის ნიშნებით და თანდათანობით დავალაგებ და გამოვარკვევთ ყველაფერს. მიწის ნიშნები ეს არის ქალწული, კურო და თხის რქა. რა გაგახარებთ თქვენ? პერიოდი, რომელიც მოგიტანთ უზარმაზარ აღიარებას. აქ გაიზრდება თქვენი ავტორიტეტი პოპულარობის მოპოვების ხარჯზე. ამაღლებული რეპუტაცია, ამაღლებული კარიერული საფეხურები და აშკარად იგრძნობთ თქვენი ცხოვრების ტემპი, როგორ მიგაქანებთ დასახული მიზნებისკენ. ეს არის დასახული მიზნების ფაქტიურად ძალიან სწრაფად სვლა, რომელშიც მიიღებთ, რა თქმა უნდა, თქვენ თვითონვე მონაწილეობას. თუმცა ეს სისწრაფე ტემპში და განსაკუთრებით კარიერული საფეხურები არის, ასევე რეპუტაციაც საკმაოდ მაღალ დონეზე. ცეცხლთან რა გვაქვს? ცეცხლი ეს არის ვერძილომი და მშვილდოსანი. აქ რა გვაქვს ჩვენ? ნახოთ. თქვენ ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ ტრანსფორმაციებს განიცდით. სამყარომ ბოლომდე გაჭერთ წიღს. ამას ალბათ თავადაც ხვდებით. რა ხდება ჩემთან, რატომ ვარ ასე, კითხვები გიჩნდებათ. ხო და გაგახარებთ ჯილდო, რომელსაც მალე მიიღებთ. განსაკუთრებით პირადი ურთიერთობები აეწყობა და ფინანსები გაუმჯობესდება. მთელი ძალით წინსვლისთვის მზად ხართ. ლოგიკური შედეგებიც მალე მოგადგებათ კარს. სხვათა შორის ჯანმრთელობის მხრივაც 10 ჯერ უკეთესი ფიზიკური და მენტალური ენერგია გაქვთ თქვენ, რაც კიდევ უფრო გაიზრდება. ჰაერთან რა გვაქვს აბა? ჰაერი იცით რომ ეს არის ტყუპები, მერწყული და სასწორი. აქ რა გვაქვს? თქვენ რა გაგახარებთ? ვნახოთ აბა. სწრაფი პროგრესი და დაჩქარებული შედეგები სახეზეა. სტაგნაცია, რომელსაც განიცდით, ბოლო მოეღება. განცდა რომ ერთ ადგილს ტკეპნით, შეიცვლის ეს მიმართულებას. ახალი ნაცნობობა, მეგობრობა, ნებისმიერი პირადი ურთიერთობები უფრო სწრაფად დაიწყებს სვლას. თქვენთან ასევე უფრო არის კარიერული ნახტომებიც. პრიორიტეტული სხვათა შორის, თუმცა სხვა მხრივაც ბევრი დადებითი სიახლე გაქვთ. საოცარ შენაძენები განხორციელდება, ვისაც რაღაცა დიდი ხანია გინდათ. მოგზაურობასთან დაკავშირებული საკითხებიც აქტიური გახდება, როგორც არის გადაადგილება, ტერიტორიული ცვლილებები და ასე შემდეგ. რაც სისრულეში მოვა და ეს ძალიან გაგახარებთ. ვინ დაგვრჩა წყალი? წყალი ეს არის თევზები, მორიელი და კირჩხიბი. აქ ვნახოთ რა გვაქვს მათთან. კაია, კაი. გადასარევი. წარმატებისა და სტაბილურობის მიღწევას შეძლებთ. საოცრად მაგნიტური ენერგიის გათვალისწინებით პირადში ხო საერთოდ თავგადასავლებია მოსალოდნელი. უეცარი ეფექტებით, აი საერთოდ არ ელოდებით და უცებ რომ რაღაც აფეთქდება.
და ასევე ფულის თემაც კარგად დაგილაგდებათ. ცხოვრების სხვადასხვა სფეროში თქვენი გეგმები, რომელიც გქონდათ, განხორციელებადი გახდება. ფიზიკურადაც უფრო მოგინდებათ რაღაც, აი სასარგებლო რეჟიმში ჩადგეთ მაგალითად, რაღაც უკეთესი გახდეთ, იმიჯი შეიცვალოთ, ცთუნებებიც მაღალია. აქ სხვათა შორის შეიძლება 2-3 ადამიანს შორის გაიჭედოთ არჩევანის სახით, მაგრამ უფრო ორ შორის არჩევანია. უცხოეთთანაც გაიზრდება შეხება, როგორიც არის სხვა ქვეყანაში წასვლა, მოსვლის თემა. რაც თავისთავად ძალიან წარმატებულად ჩაივლის. თქვენ წყლის ნიშნებს ძალიან კარგი სიახლეები გაქვთ, ბევრად უფრო რაღაც მართლა-მაგნიტური ენერგია ახლავს თან. წარმატებები ყველას, პირადი კითხვები WhatsApp-ზე 557-16-73 მომწერეთ აუცილებლად იმისთვის, რომ არ მოხვდეთ სხვის ყალბ აკაუნთებზე, რომელსაც ჩემი სახელით ძალიან ბოროტად იყენებენ. წარმატებები და ბედნიერი დღე.